მოგესალმებით. ეხლა განვიხილოთ ესეთი ძალიან ასე ვთქვათ ფართო სპექტრი, როგორც არის Google. Google ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სერვერია და ალბათ ყველას აქვს კომპიუტერში დამახსოვრებული და ნებისმიერი თქვენგანი იგივე ინტერნეტისას იყენებს ამ სერვერს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ის ყველაზე აქტუალურია. კარგი, და მაგ მინდა ვისაუბრო მის შესაძლებლობებზე, ანუ ერთი შეხედვით ის ძალიან მარტივია. და თითქოს მეტი არც არაფერი არ აქვს, მაგრამ ამით ნამდვილად არ შემოიფარგება და საკმაოდ რაოდენობის ფუნქციები გააჩნიას და დარწმუნებული ვარ მის ნახევარსაც კი ჩვენ არ ვიყენებთ, ხოლო ძიებას ვიყენებთ. რაც რა თქმა უნდა ძალიან მცირეა. კარგი, დავიწყოთ მისი განხილვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თუ გინდათ რომ Google გამოიყენოთ სრულფასოვნად, დაიწყეთ მისი ქართული ვარიანტი, ანუ ეს 4 სპექტრი მისთვის წარმოუდგენელია. აღჭირდება ჩვენ ამ შემთხვევაში მისი ქართული ვარიანტი და დაგჭირდება მისი გადაყვანა ინგლისურ ენოვანზე. თუ ქართულ პაკეტს ვიყენებთ, შეგვიძლია შევიდეთ პარამეტრებში და ენებში ავირჩიოთ ინგლისური. მივცეთ save. აქ უკვე გაგვიჩნდება სხვა შესაძლებლობები, როგორც ხედავთ, საკმაოდ რაოდენობა და კიდე გრძელდება არ დაეტიაზე და მხარეს. აზრი იმაშია, რომ ქართული ვარიანტი ამ შემთხვევაში საკმაოდ მოიკოჭლებს და ჯობია, ასე ვთქვათ, სხვა ემით ვისარგებლოთ. კარგი, დავიწყოთ მისი ერთგვარი განხილვა. პირველ რიგში U+-ი ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შესახებ ინფორმაცია ამ შემთხვევაში მე აქ რეგისტრაცია გავლილი, მაგრამ რეგისტრაცია უნდა გაიავლოთ აუცილებლად, რომ მისი წევრი გახდეთ. და უკვე თქვენ შესახებ აქ რაღაც კორექტირება იქნება საჭირო. ანუ U გაგიჩნდებათ პანჯარას, ნიშნავს, რომ თქვენი გვერდია და შეგიძლიათ სულისამე პაკორექტიროთ. სიარში ან ძიება. ჩვეულებრივი ძიება, შეგვიძლია მივედოთ pets ან მოძებნოთ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, როგორც ხდება ხოლმე. სურათები. სურათის ძიება აქვს რამოდენიმე განყოფილება. მაშინ დაგჭირდებათ Google-ის ქართული ვარიანტი უკვე. ქართულად ესეთი მარტივად გადავა. სადაც ძიება იქნება შემდეგი. აქ უკვე დამოწერილია. უკვე ქართულად არის და ადვილი გასარკვევია უბრალოდ. თუ მე რომელიმე მასალა მინდა ვნახო მხოლოდ საქართველოში და ქართულ საიტებზე უთითებ გვერდები საქართველოდან. რაც იმას ნიშნავს, რომ მომიგდებს მხოლოდ ქართულ საიტებზე. ანუ როგორც ხარ ქართული საიტები იყო. ესენი ყველა არის ქართულ ინტერნეტ სივრცეში დარეგისტრირებული საიტები. სურათების ძიებისთვის. სურათების ძიებასაც გააჩნია გარკვეული კატეგორიები. ანუ როდის დაიდო სურათი, ასევე რა სუბიექტია, ზომის მიხედვით, ანუ დიდი, საშუალო, ხატულები. აქ შეგიძლია აირჩიო ზომები და ასევე შეგიძლია ზუსტად მიუთითო ზომები, რაც ნიშნავს. მაგალითად, მე მჭირდება ზუსტად 250-250-ზე იგივე პანელისთვის. და მათი გაფართოება იქნება 250-250-ზე. მხოლოდ ის სურათები გამოჩნდება. ასევე შეგვიძლია იმ ფერის არჩევა, რომელიც უფრო ჭარბობს, მაგალითისთვის იყოს წითელი. მხოლოდ წითელი სურათები გამომიჩნდება და თუ მიუთითებ შავს დავუშვათ, უფრო ის სურათები გამოჩნდება, რომელშიც შავი ფერი უფრო ჭარბობს. ტიპი, ანუ ეს იქნება სახე, ფოტო, კლიპარტი, ხაზოვანი და ასე შემდეგ. ნიშნავს გასუფთავებას, ეს უკვე ალბათ ვიცით. თარგმნა. თარგმნა ჩვენ ცალკე გაგვეცილით მივუძღვენთ, ეს არის მას შეუძლია როგორც გვერდის თარგმნა, ასევე ნებისმიერი ენის განსაზღვრა. აქ არის ჩამოთვლილი ენები, საკმაოდ რაოდენობა, რა ენაზე გინდათ აქ რო ჩავწეროთ. მაგალითად ეს სიტყვა არის ინგლისური და მე მინდა გადავიყვანო ქართულ ან რუსულ ენაზე და ასევე შემიძლია სხვა ნებისმიერ ენაზეც მოვახდინო მისი რედაქტირება, ასე ბლოგი. ბლოგი რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ბლოგი. ახლა უკვე გავიხილოთ ის ნაწილები, რომლებიც Google-ის ქართულ ვარიანტს არ გააჩნია. ისევ დაგჭირდება პარამეტრების შეცვლა. გადავიდეთ language და ავირჩიოთ ინგლისური ენა. პარამეტრები შეიცვლილია და დავიწყოთ ახლა მათი განხილვა. Play ეს არის თამაშები. მას გააჩნია ძალიან ბევრი თამაშები, ეს ჩვეულებრივი ონლაინ თამაშების პრინციპია. ოღონდ რა თქმა უნდა შედარებით უსაფრთხოა ვიდრე სხვა ონლაინ თამაშები.
ასევე Gmail-ი. Gmail-ი ერთ-ერთი საინტერესო, ერთ-ერთი კი არა და ყველაზე მაგარი პოსტა, რომელმაც ასე ვთქვათ, აიძულა სხვა პოსტები გაეზარდათ მათი ზომა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ტერაბაიტამდე მეხსიერება, რაც ძალიან დიდი, ალბათ იცით, ეს არის 1024 გიგაბაიტი. Ну, Винчестერი არ არის ზოგის მაგხელა და შესაბამისად სამხელა საფოსტო პოსტა ამ ზომის პოსტა გაქვს უკვე შეგიძლია სხვა რაღაცასაც გამოიყენო. ასე ვთქვათ, ძალიან აჯობა სხვა საფოსტო კლიენტებს, შესაბამისად მოხმარებლები გადავიდა უკვე მასზე და სხვა რაღაც არჩევენ და თუ არა ზომის მომატება, ასე რომ საფოსტო კლიენტებმა რა თქმა უნდა მოუმატეს ზომას, ну, შეიძლება თავისი მეხსიერებას ან მეგაბაიტებს მოუმატეს, რაც ამ სერვერის დამსახურება არის, რა თქმა უნდა. მოკლედ, ამაზე რეგისტრაციის გავლა ძალიან მარტივად შეიძლება, ჩვეულებრივ სახელი, შემდეგ ტელეფონის ნომერი შეგიძლია სხვა ჩაწერო დავუშვათ, ჩვეულებრივ თქვენი მისამართი და მარტივი სარეგისტრაციო ფორმა აქვს, როგორც ერთი შეხედვით კალენდარი. ეს არის Google-ის კალენდარი, ну, აქ მოდი first name, last name, შევჭავთ ჩვენი მონაცემები. ნახოთ რა გამოჩნდება. მარტივი კალენდარი მივიღეთ, მარტივი ერთი შეხედვით, მაგრამ აქ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჩანახატები, როგორც ჩანს. შეგიძლია ასე ვთქვათ, დაიმახსოვრო. პირველ რიგში უნდა შევავსოთ ეს პატარა მონაცემები. და უკვე ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანახატები მაგალითისთვის გამარჯვება იყოს. ანუ ჩანიშნები, ის შედეგადაც გესაძინება დღეს რა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. ანუ აქ ჩამოთვლილი იქნება დღეები, ჩვეულებრივ კალენდარი, რომელიც აკეთებ ჩანიშნოს. ну, ერთი შეხედვით საკმაოდ ნორმალურია. ასე შეიძლება მასე გამოყენება. Translate ეს არის ჩვეულებრივ თარგმნა, ბლოგია. ეს თანგაც ჩვენ განვიხილეთ ქართული ვარიანტისთვის. ეს არის ჩვეულებრივ Google-ის დისკი, რომლის ზომა არის გარკვეული თორსტები 5 გიგაბაიტი. ეხლა როგორ შეიძლება და რა შეიძლება ასე ვთქვათ გამოვიყენოთ. დავაჭიროთ საზდად შექმნა. რაღაც ფაილი შევქმნით. ეხლა უკვე შემიძლია მე აქ როცა შევქმნი ეს ფაილი უკვე. აქ ჩემი დოკუმენტი. სადაც შემიძლია ასე ვთქვათ ინფორმაცია განვათავსო. ეს გამოჩნდა როგორც ხედავთ. შეიქმნა ჩვენი დოკუმენტი ინტერნეტში. პროგრამას ასევე გააჩნია რომ ეს შეგვიძლია ჩვენ ჩამოვიწეროთ Windows-ის და შევინახოთ მასში. ასე ვთქვათ პროგრამებით, ფილმები და ასე შემდეგ. ну, Winchester-ს ემატება შეიძლება ითქვას ზომა. აი ეგ ზაგრუზეთ დისკი Google-ი, Windows უბრალოდ ეთანხმებით შეტყობინებას, რომ ეს არის ლიცენზია, ანუ გვინდა თუ არა ნამდვილად. და იწყებს ჩატვირთვას, სანამ ის მოახდენს ჩატვირთვას და ასე ვთქვათ რაღაცების შეტანას, ну ეს სტანდარტული საინსტალაციო პაკეტია, მანამდე რამოდენიმე ფაილი ვნახოთ ჩვენ Google-ისთვის. იწყებს უკვე ინსტალაციას. გადავიდეთ ძიებაზე და აქ ნახოთ რამოდენიმე ასე ვთქვათ საინტერესო განყოფილება. ერთ-ერთი საინტერესო არის ასევე გრავიტაცია. ჩავწერთ gravity. და საიზმოში გარდა საიტის ის ხდება უჰაერო სივრცეში. გარდა ამისა ასევე არის მისი ძიების სისტემა, ანუ შეგიძლიათ ჩაუწერო რაღაც კვედი და
მისი მოძიებას მოხდება. ასევე ანალოგიური გზით. ნუ ეს რამდენად ახლა საინტერესო და მისაღებია არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფუნქცია არის. რაღაც გასართობი უფრო არის ვიდრე სერიოზული. ასევე შესაძლებელია დავუშვათ ძიებს. ეხლა უკვე შეგვიძლია ჩვენ ქართული ვარიანტის გამოყენებას, ანუ აქ რაც ასე ვთქვათ, სახსნელი იყო ძირითადად უცხოურ პაკეტზე უკვე ნახეთ, ასე რომ შეგვიძლია Google-ში გამოვიყენოთ. ეს იქნება ქართულად. რა ხდება ძიების დროს, მაგალითად, ალინ თითლე, ესეთი ესეთი განყოფილება. რას ნიშნავს? ყველა საიტი, რომელსაც სათაურად აქვს full. ეს შემოსახელი, მაგალითად, ყველა საიტი, რომელსაც სათაურად აქვს scam. ან თუნდაც ციგნები. რომელიც სათაურში, ანუ როგორც ჩვენი სლოგანია, სლოგანები ვესვა. აქ ციგნები, ანუ თეით სლოგანში ციგნები შესაბამისად ამოგვიყვება ლაკაური ჯი, ლიტერატურა, ანუ ბიბლიუს რაღაცა და ასე შემდეგ. ანუ ის საიტები, რომლებსაც აქვს ციგნები. ასევე შესაძლებელია იმ გვერდების მოძებნა, რომლებსაც ჩვენს მიერ ჩაწერილი ფრაზა აქვთ ლინკში. ოღონდ ეს მაგალითად უნდა დავწერო ურული. ამათ უკვე აი როგორც ვთქვათ ლინკში აქვს, ხედავ აი კატეგორია ციგნები, ვიკიპედია ციგნები, ეს მწვანე არის ლინკი. და ლინკში აქვს. ასევე შესაძლებელია ტექსტში. ანუ მაგალითად არის რაღაც სტატია და ამ სტატიის ტექსტი შეიცავს ციგნებს. არის რაღაც სტატია, ამ სტატიის ტექსტი შეიცავს ციგნებს. all-in და შემდეგ უკვე ორ წერტილი და შემდეგ უკვე წერს ასრულებს. მაგალითისთვის გვინდა მოძებნოთ მხოლოდ PDF გაფართოება ან მხოლოდ MP3 ფაილები. MP3. ანუ ეს აკეთებს რას? მხოლოდ MP3 ფაილებს მოძებნის ამ შემთხვევაში. ან შეგიძლია დავწეროთ ციგნები გვინდა PDF და მოძებნის PDF ფაილებს, აი PDF და ასე შემდეგ. ეს ვიდრე ციგნებისთვის გამოიყენება ეს ფაილები და იგივე დოკუმენტების ძიებისთვის. ასევე შესაძლებელია ეგ ფუნქცია გამოყენებული იქნას სურათების ძიებისთვისაც, მაგალითისთვის ავიღოთ გადავიდეთ ჩემ გაყოფილებაში, მაგალითისთვის ავიღოთ კონტანა, ხო? აი, კარი რამოდენიმე სურათებს გადალებს. რაღაც განყოფილებები. მე მინდა რომ მხოლოდ PNG. და მარტი გაფართოება ახლა გაფართოებას გიჩვენებს არის PNG. არის PNG, ანუ cars PNG. Cars HSL anomalia PNG. ყველა ერთია. მაგალითად მინდა GIF. ანუ ეს GIF არის ანიმაცია. მაგაც უკვე იქნება GIF ანიმაცია, ხატოვანი და ასე შემდეგ. GIF-ები იქნება ყველა. ნუ ეს ძირითადად ახლა როდესაც დიზაინზე მუშაობ, სურათები აი PNG სურათები უფრო მისაღებია. ვიდრე JPG გაფართოების შესაბამისად, ასე უნდა მე მინდა ჩემთვის მისაღები. ამიტომ ამის საშუალებით შეიძლება მოიწებნოს ის სურათები, რომლის ასე ვთქვათ, გაკეთებას დავჭირდება. კარგი, ახლა ჩვენ უკვე ეს პროგრამა გადმოიწერე, მოდი მაგას დავუბრუნდეთ. შესვლა. ნუ ბლაგადარიუ და ასე შემდეგ დაგანებულია. ეხლა ჩვენი დავჭირდება ჩვენი რეგისტრაციის შემდეგ მოხდება რა თქმა უნდა მისი გაკეთება. და დავჭირდება ჩვენი რეგისტრაციის ნიკი და პაროლი. აი ეს გამოჩნდა გვერდზე. გავაგზავნოთ ნახოთ თუ რა შედეგს მოგცემს, ასე ვთქვათ, მასთან ურთიერთობა. პატარა რესტარტივით მოხდება.
ჩვენს კომპიუტერში. და აქ მე გამიჩნდა ესეთი განყოფილება Google Disk, რომელშიც არის new document. ალბათ იცანით ეს ის new document-ია, რომელიც ჩვენ დავწერთ, ახლა გავხსნათ და ვნახოთ. ნამდვილად ეგ არის. კაი, ჩამოვკეცოთ ახლა ეს დავუბრუნოთ თავის ადგილს. ეხლა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. დავამატოთ მაგალითად ეს ჩვეულები ხორდე მე ახლა არ მაქვს დავუშვათ მეტი ადგილი კომპიუტერში, ამიტომ ეს იძულებული ვარ გამოვიყენო ეს პროგრამა. აი აქ არის 3D პროექტი, რაღაც ჩავაგდე ჩემს ინტერნეტში, იმიტომ რომ არ შემიძლია მისი შენახვა კონკრეტულად. ეს კოპირებას აკეთებს, როგორც ხარ დესკტოპიდან მიაქვს, მაგრამ შეიძლება დააკოპირა. ახლა ეს ანუ წესრები ახალია ნიშნავს რომ იტვირთება 7 მეგაბაიტია და 7 მეგაბაიტის ატვირთვას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება მანამდე გავაგრძელოთ ჩვენ აქ Google-ის გაცნობა. ასევე შესაძლებელია მაგალითისთვის ის ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საიტებზე. მაგალითად info მაგალითად info და უკვე საიტის სახელწოდება www.info.lg. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვართ კიდე ამან ახლოს უნდა მივეკეთო ანუ ეს ადგილამდე ეხლა მაჩვენ რა ვიყო ქეში Google-დან მოდი გვერდები რომელიც გავს რომლებიც ებმებიან რომლებიც ვებსაიტი და ასე შემდეგ ну აქედან შეგიძლია მარტივად მიხვდე ვინ იყენებს შენი საიტის სიახლეებს მაგალითად Короче, საიტი ჩვენგან, ანუ ჩვენი გვერდიდან იღებს ინფორმაციას და დებს თავის საიტს. ეს მარტივი მისახვედრია და რადგან არის უფასო სერვერი, ამიტომაც არავინ არაფერს არ ამბობს, რაც უნდათ ის ვქნიათ, როგორც შეიძლება ითქვას. ნაცნობარია ჩვენ ვცდილობთ რომ დავიცვათ ჩვენი საავტორო უფლებები მაქსიმალურად და ყველაფერი დავადოზეთ, რაც კი შეიძლება დაედოს ვიდეოს და სურათს, მაგრამ რა ხდება. კარგი, შემდეგ ასევე შეიძლება იმ ინფორმაციის მიღება თუ რომელი საიტები იყენებენ შენს ლინკს. ლინკ და შემდეგ უკვე საიტის მისამართი. ასევე რომელი საიტები გავს ჩვენს ვებგვერდს. და ეს ჩამოწენილია ის საიტები, რომლებზეც იგივე ინფორმაცია არის ჩვენს გვერდზე, ანუ იგივე გაკვეთილებს იღებენ, ანუ რაღაც საკეთებენ არ ვიცი. ანუ აქ არის საიტები, რომლებიც პროგრამირებაში მუშაობენ ჩვენთან ერთად. კალკულატორი, მოდი ვნახოთ აბა თუ გააკეთე. ეს ჯერ კიდევ ტვირთავს. განახლება გავუკეთე და უკვე აუტვირთია. ესე იგი საჭირო ხოლმე განახლება. კარგი, ეხლა მოდი ვნახოთ ჩვენ Google-ის დისკი ონლაინში. აუ სამწუხაროდ ისევ დაგჭირდება ეს გადაყვანა. Drive და My Drive. აი აქ არის ესეთი პროექტი. ეხლა ამ პროექტს ეს ვერ გახსენს, მეგონი, იმიტომ რომ ტრიდია და არა, ვერ გახსნა, მაგრამ შეგვიძლია გადმოწერა. აქედან შესაძლებელია ასევე, ხო, ძალიან საინტერესო რამ, ამას შეგვიძლია მიანიჭო, როგორც წაშლა და ასე შემდეგ რაღაცები შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია მიანიჭო ლინკი. მაგალითად, გაზიარება ადამიანისთვის, რაღაც ესეთი ლინკი აქვს. თუ გინდა, მარტო იმას მიცემ, ვისაც ლინკს ეტყვი. ხო და ასევე ვსტავით და ვაწვევი Enter-ს. ანუ ეს ლინკი შემიძლია მე გამოვიყენო საიტისთვის და დაუნლოდ განყოფილება, რომელიც ალბათ უკვე გადაიყვანს გადმოწერაზე ადამიანს. ნუ შეგიძლიათ ფაილ სერვერად გამოიყენოთ ეს Google-ის ეს პროექტი, აი უკვე გადმოწერა უნდა. ძალიან კარგი. ანუ შეგიძლიათ თქვენ ფაილ სერვერადაც გამოიყენოთ Google-ის
ეს პროექტი, ანუ ჩვეულებრივ ინფორმაცია დადუძე და აქედან უკვე ხალხი გადაწერს. ნუ საკმაოდ სტაბილურია, გააჩნია რამდენი აქვს მეხსიერება, თუ არ ვწდები, მას მქონდა 5 გიგაბაიტი ბოლოს რო ვიყენებდი ამ სერვერს და შემდეგ ან შეცვალეს და ამატეს ყოველ შემთხვევაში აქ გარკვეული ლიმიტი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს მითითებული. არ ჩანს და თუ რა თქმა უნდა რამე იქნება, ალბათ გაგვაგებინებენ ან ყოველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიგებთ. რადგან სხვა გამოსავალი აღარ ეკნება და ასე ვთქვათ ვეღარ ატვირთავ ელემენტარული. კარგი, ეს პროექტი გავიგეთ, საკმაოდ საინტერესოა შორის და არღის ასე ვთქვათ ისე ჩაიაროს ამ ყველაფერმა. ახლა კი მივუბრუნდეთ და გავიგოთ რა არის კალკულატორი. მაგალითად 5 + 5 უდრის. 5 + 5 არის 10 და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ვიცით თუ არა სხვადასხვა ფორმულის გამოყვანა. მაგალითად თუ ჭრილებში რაღაცა გავამრავლოთ 45-ზე და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, Google-ი ყველაფერი იცის. ასევე შესაძლებელია ინფორმაცია მივიღოთ როგორი ამინდია სხვაგან. უბრალოდ ნებისმიერ ქალაქში. მივიწევთ ამინდი ინდა უკუწეთ, მაგალითად თბილისში. პირველივე ლინკზე იქნება ჩვენთან არის 4 გრადუსი სიცივე. ნუ ზამთარია და სიცივე მოსული პუნქტია. ასევე შეგვიძლია მივიღოთ დრო. time და შემდეგ უკვე ქალაქი. ბატონო, ჩვენთან არის 11-ის 15 წუთი. ძალიან კარგი. ეხლა შესაძლებელია ვალუტის კურსი. დოლარი ალბათ ყველა მიცით რომ არის USD. ინ მაგალითად ევრო. ეხლა მას ქართული ლარი არ მგონია გქონდეს, ნახოთ. არა. ქართული რაღაცები ამას არ უყვარს. ლარი. არა. მაშინ ნუ სხვაზე მუშაობს. ჩვეულებრივ. ასევე შეუძლია მას გადაიყვანოს სანტიმეტრები მეტრებში. ესა დაუწერთ. სანტიმეტრები მეტრებში. ასევე სანტიმეტრები კილომეტრებში. ასე თქვა საუკუნეში შეკითხვა შეგიძლია გაიგო კილომეტრი მეტია თუ მილი, უბრალოდ მილი კი არის მეტი, მაგრამ რამდენით მეტია? ანუ 1 კილომეტრში ყოფილა მოგიჩვენე 0.621 მილი. კარგი. ეხლა შეგვიძლია გამოვიყენოთ Google-ის ბრაუზერი, ეს არის Chrome. და Chrome-ს შევუწერ უბრალოდ და ბატონო Chrome-ი ჩვენს წინაშე შეგვიძლიათ გამოვიყენოთ და გადმოვწეროთ ასე. მას გააჩნია მაღაზიების მთელი ქსელი shopping-ი. აი ესეთი ჯადოსნური რაღაც გაიხსნება ჩვენს წინ და აქ რაც გაგიხარდება შეგიძლია იპოვოს სხვადასხვა საიტებზე. მაგალითად iPhone 5. iPhone 5-ის რამოდენიმე ვებგვერდზე არის smartphone და რაღაც გვერდებზე. მოკლედ შეგიძლია სხვადასხვა ადგილას ნახო და მისი ფასი ძალიან იაფია. შეგიძლია $785 და შეგიძლია იყიდო რა იაფია. ალბათ 900 ლარი და აქ დღეს სადღაც 2000 ლარამდე. ნუ მოკლედ ესეთი შოპინგი აქ შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება საზღვარგარეთ. ნუ შეგიძლია ნებისმიერი ობიექტი უკვე აღარ წარმოადგენს ახალ ამბავს რომ მათი გამოწერა და საქართველოში გამოგზავნა ასევე შესაძლებელია. და დოდლეს ესეთ რაღაცას მივუწერთ. და აქ არის აბსოლუტურად ყველა თუ კი რომელიმე ქვეყანაში თუ რა ვიცი სადაც არისო გამოსული წლების ანუ მინახავს მე ვებგვერდზე Google როგორც საიტზე დევს Google-ის ისტორია და რაღაც ეგეთები. მოკლედ აქ შეგიძლია ნახო 2008 წელს ბატონო რა ისინი ქონდა Google-ის ლოგოები და რა ვიცი მილიონობით არის. ნებისმიერი შეგიძლია ამოარჩიო და ასე ვთქვათ შეინახო. ასევე გვაქვს წიგნების განყოფილება. შემდეგი არის
და აქ წარმოსული მასალა მაგალითად car ისე რაღაც caravი ჩემი. ანკი. ყველა ეს არის რაც კატეგორიად არის დაყოფილი. ანუ ეს ყველა მასალა წარმოებული იქნება წიგნებზე იქნება დაწერილი. ასე ვთქვათ, შეგიძლიათ მასიკა მარტო წიგნებს მოძებნის მეცაებს. მოგერა თქვა. ვაგრძელებთ და შემდეგი ტიპი იქნება ძიება რეგიონების მიხედვით, შემდეგი ასე ვთქვათ განხილვა. ესე იგი რა ხდება? ეხლა მაგალითად მე მინდა ვიპოვო თამაში. როგორც ვიცით, ქართულ ვებგვერდზე შეიძლება ვიპოვო აი ესე გვერდების საქართველოს, მაგრამ მე მინდა ვიპოვო თამაში რუსულ ვებგვერდებზე, მხოლოდ და მხოლოდ დავუშვათ. როგორ მოვახდინო ეს? მაშინ შევდივარ პარამეტრებში, შევდივარ გაფართოებულ ძიებაში და ეგ უკვე მაქვს საკმაო რაოდენობა. ძიების აქ შემიძლია ავირჩიო ისინი საიტები, რომლებზეც არის ინფორმაცია, მაგალითად მინდა ინფორმაცია რუსულ ენაზე. ასევე შემიძლია ავირჩიო რეგიონი, ამ შემთხვევაში არის საქართველო. რეგიონი თუ მინდა რუსეთი, უნდა ავირჩიო აუცილებლად რუსეთი. ოცები გაძლიერებული ძიება. შედეგად ყველა ის თამაში, რომელსაც მე ვიპოვე, აბსოლუტურად იქნება რუსულ საიტებზე და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ერთგვარი წინწლის საქმეა, როცა მეცოდინება სად ვეძებ. ასევე შემიძლია ავირჩიო ქართული, ინგლისური, ფრანგული ნებისმიერი სხვა გვერდიც უკეთესი ძიებისთვის და ყველაზე ასე ვთქვათ საჭირო ეს არის დედამიწა. შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მისამართი maps.google.com. გადავდივართ Google Earth-ზე, რომელიც არის online ვერსია და საკმაოდ ასე ვთქვათ სტაბილურია, ну თითქმის იგივეა. ამას მას უკვე ესმის ქართული შრიფტი, შესაბამისად შეგვიძლია უზრუნველყო ჩვენი დედაქალაქი და გვაუწყდო. ვაწევ ძიებას და ძალიან მარტივად მე უკვე სახლში ვარ. აი ესეც ჩვენი თბილისი. აქ რა თქმა უნდა შემიძლია კონკრეტულად წერეთელი მაგალითად მოვზებნო. წერეთლის ქუჩა არის ფოთში, რუსთავში. გამზირი ნახოთ, თორსტები თბილისში გამზირი. აი, აგაგ წერეთლის გამზირი, აი ესე ჩაუწერე და ძალიან მარტივად ვიპოვე. აი ეს არის წერეთილი. მოკლედ, იგივე ფუნქციები გააჩნია თითქმის რაც გააჩნია Google Earth-ში სტანდარტულ ვერსიას. ნუ, მე მგონი მარტივად და რაღაც დონეზე შევეხეთ Google-ს და აქ კიდევ ეს ძალიან დიდი ბევრი სერვერია, მოკლედ ამაზე რო ვისაუბრო, ალბათ შეიძლება რამოდენიმე საათი დამჭირდეს. მოკლედ განვიხილებ ეცადე მაქსიმალურად, რომ მოკლედ განვიხილო მისი შესაძლებლობები, მაგრამ ძალიან ბევრი გააჩნია. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, როგორც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის მისი სერვერი, რომელიც ავტომატური რეგისტრაცია გაიარე უბრალოდ და აი ძალიან გმაყოფილი დარჩევთ, იმიტომ რომ გაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გაძლევს საშუალებას გამოიყენო თქვენი რესურსი, ასე ვთქვათ და ამუშაოთ თქვენი შეეხლება. აქ შეგიძლია ასევე ვიდეოს მასალის ამატებაც, ვიდეო ჩვეულებრივ ატვირთო და კინოფილმები ატვირთე და ონლაინ საიტი გააკეთე, რა ვიცი, მოკლედ საკმაო რაოდენობა შესაძლებლობების და ასე ვთქვათ ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის. მოკლედ ყველაფერი ამაში გისურვებთ წარმატებას, ჩვენ რა თქმა უნდა მადლობელი ვიქნებით იმითაც, რომ რაღაც შევიტანთ ქართული ინტერნეტ სივრცეში, თუ ამის საშუალებით რამე მოხდება. მოკლედ გისურვებთ წარმატებას, ასე ვთქვათ, სადეთ ეს სერვერი ნამდვილად არ არის ცუდი. ყოველ შემთხვევაში დაზღვეული მაინც ვიქნებით იმისგან, რომ რაღაც არ მოხდება, თუმცა სხვათა შორის აი გვაქვს კიდევ ვიდეოს განყოფილება. ასევე დამატებით სერვერებზე მინდა ვისაუბრო, აქ არის ტელეფონისთვის განყოფილება, შოპინგ როგორც ახსენეთ, და ვიდეო განყოფილება, ეს არ მიგთქვია, აქ მხოლოდ ვიდეოებს იწევს, ანუ რასაც ჩავუწენ. მოგიწევნის მხოლოდ ვიდეოს. ნუ მარტივად მიხვდებით, ეხლა რაც რთულია, გაუგებარ არაფერი არის. კარგი, სულ ეს იყო.